გრუნდებით პირდაპირ ეთერში რადიო იმედის დღის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას. თბილისის დროით 14 საათი 18 წუთი გახლავთ რადიო იმედის სტუდიაში ჩვენ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელს საპარლამენტო უმრავლესობის სახეს ბატონ ლადო ბოჟაზეს მასმისლად გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით, მიესალმები რადიოს ფენს და მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის. ბატონ ლადო, პირველი კითხვა ჩემი დაუკავშირდება უკვე ზეგისთვის დაგეგმილ ალბათ ამ კვირაში საპარლამენტო სივრცეში განხორციელებად ყველაზე მნიშვნელოვან აქტს, რომელიც საქართველოს მორიგი პრეზიდენტის ახალი წესით არჩეული პრეზიდენტის ასევე ინაუგურაციის არასტანდარტული ფორმატი, იმიტომ რომ მანამდე სხვა წესით არჩეული პრეზიდენტები ყავდა, ინაუგურაციის ფორმატი სხვა იყო. ახლა კი მას შემდეგ რაც ჩვენ კონკრეტული შემადგენლობით ვირჩევთ პრეზიდენტს და სრულიად სხვა წესით ამ წესით არჩეული პირველი პრეზიდენტი უკვე 29 დეკემბრიდან შეუდგება საქმიანობას და ამას რასაკვირველი ასდევს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან პოლიტიკური აქტივობა და ეს ყველაფერი რომ შევაჯეროთ პირველ რიგში საინტერესოა თქვენი როგორც დეპუტატის საკანონმდებლო სივრციდან დანახული ეს პროცესები და შეფასება მიმდინარე მოვლენებისა. თქვენც რომ პარლამენტ სასახლეში უკვე შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, კვირას 29 დეკემბერს 11 საათზე იქნება პრეზიდენტის ინაუგურაცია, არჩეული პრეზიდენტი დადებს ფიცს და შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას ფორმატში ცვლილება არის თვალსაზრისით რომ იქნებიან ის ადამიანები, ვინც უშუალოდ აერჩიეს პრეზიდენტი, ანუ 300 დელეგატი ხმოსანი, ასე ვთქვათ, როგორც საქართველოს პარლამენტის, ასევე აჭარის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოები და ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლები და ყველა კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, როცა ჩვენ ვიხსენებთ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას, რომელიც 2018 წლის 16 დეკემბერს ჩატარდა, გახსოვთ თელავში მაშინაც განსხვავებული ფორმატი იყო, გამორჩეული იყო ის ინაუგურაცია იმით, რომ მათ შორის ესწრებოდა ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მანამდე თუ გავიხსენებთ მარგველაშვილის ინაუგურაციას, გავიხსენოთ ის, რომ სწორედ იმ დღეს გაიქცა სააკაშვილი საქართველოსდან, გაფრინდა პრეზიდენტის თვითმფრინავით და მე ცარიელი თვითმფრინავი გამოგვიგზავნა და რა თქმა უნდა მე მაშინ 16 დეკემბერს ვერ ვიფიქრებდი, რომ სალომე ზურაბიშვილი შეიძლება ყოფილიყო ის პრეზიდენტი, რომელიც მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრებოდა, ან ერთის მხრივ არ უმასპინძლებდა მერე მას უკვე პრეზიდენტის სასახლეში ერთგვარად არ გადააბარებდა, ასე თქვა ძალაუფლებას, თუმცა სამწუხაროდ ეს რეალობაც ჩვენ ვიხილეთ. მეცაც გეტყვით, თქვენ იცით, რომ სალომე ზურაბიშვილსაც ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე და ოპოზიციასაც აქვს განწყობა, რომ ყოფილ პრეზიდენტს, ასე თქვა, რაღაცა ფიზიკურად დაიცავენ და არ ვიცი რისგან უნდა დაიცვან და ვისგან უნდა დაიცვან პრეზიდენტის სასახლეში და თითქოს ეცდებიან, რომ არალეგიტიმური პრეზიდენტის ლეგიტიმურობა კვლავ გაგრძელდეს 29 დეკემბრის მერე. ის რომ სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმური პრეზიდენტია, ჩვენ ეს ჯერ კიდევ 2018 წელს თქვით, განსხვავებით იმ ოპოზიციისა და იმ ხალხისა, ვინც ახლა დღეს ასე შეყვარებულია სალომე ზურაბიშვილზე და ჩვენც ახლა ვაღიარებთ, რა თქმა უნდა, რომ სალომე ზურაბიშვილს დარჩა ერთი დღე, როგორც პრეზიდენტი საქართველოსას და 29 დეკემბრიდან საქართველოს უყურე ეყოლება სხვა პრეზიდენტი. მე მაინც ვფიქრობ, რომ ქალბატონ სალომესაც და ოპოზიციის იმ ნაწილსაც, ვისაც უნდა რომ 29 დეკემბერი კიდევ ერთი რაღაცა დაპირისპირების დღე და აქციოს და რაღაცა პოლარიზების გარუმოების დღე და აქციოს ეყოფა თქონიერება და ამას არ ჩაიდენენ, რადგან თქვენ იცით, რომ იგივე კაია კალასმა, იგივე რობერტა მეცოლამ კონგრესმენებმა, ევროპარლამენტარებმა და სხვებმა ყველა ახსენებს, ასე ვთქვათ, ამ საკრალულ 29 დეკემბერს, რადგან ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის ის თარიღი, როცა სალომე ზურაბიშვილი უკვე იქნება და გახდება ყოფილი პრეზიდენტი. თუ ვინმეს უნდა რომ მასთან ურთიერთობა გააგრძელოს ან აღიაროს უკვე ვადაგასული პრეზიდენტი, ეს მათი საქმეა, მაგრამ საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი, რომელიც სწორედ 29 დეკემბრიდან შეუდგება უფლებამოსილებას. ბატონ მიხეილ ყავლაშვილს აქვს მთავარი ფუნქცია პირველ ეტაპზე, რომ კონსტიტუციურ წესრიგში დააბრუნოს პრეზიდენტის ინსტიტუტი და მთავარი შელახული იმიჯი, რომელიც აქვს საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტს, სამწუხაროდ ამ ბოლო 2 წლებიდან გამომდინარე ეს იმიჯი გამოასწოროს, რა თქმა უნდა, ის უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის, ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, ეს არის მისი ამოცანა, ეს არის მისი ვალდებულება კონსტიტუციური და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ღირსეულად გაარქმევს ამ უფლებამოსილებას თავს, მაგრამ რა თქმა უნდა, მოდით დაველოდოთ 29 დეკემბერს რა და როგორ განვითარდება მოვლენები. კიდევ მეორე ფე მაინც გონია, რომ კეთილგონიერება ეყოფა ყველა საიმისოთ, რომ კიდევ ერთხელ არ დააზიანონ ჩვენი ქვეყნის იმიჯი, არ დააზიანონ პრეზიდენტის იმიჯი, იმაზე მეტი რაღა უნდა უქნა, რაც სალომე ზურაბიშვილთან ერთად უქნეს პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ მაინც იმედი დავიტოვოთ. ესე გებია. ნუ ლადო, ჩვენ
მას შემდეგ რაც არჩევნები ჩატარდა პირველი პოლიტიკური საჯილდო ოქვა იყო საპარლამენტო შედეგები და მასთან დაკავშირებული ყველა ის მოვლენა და პროცესი, რასაც ადგილი ჰქონდა, შემდეგ უკვე პრეზიდენტის ჩართულობა და ამ ოპოზიციურ სივრცეში ეს არჩევნების ჩატარებამდეც მისი მხრიდან ვთქვათ შეკვრისა თუ მედიატორის თუ მთავარი წარმმართველის ფუნქციის მორგება და თქვენ სწორად აღნიშნეთ დავალდოთ 29 დეკემბერს, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტის ჭრილში რაღაცა ამ თვალსაზრისით უკვე ერთ ფურცელს ხურავს და მეორე ფურცელი იწყება. მაგრამ რჩება საპარლამენტო ნაწილი. და პარლამენტთან არჩევნებთან დაკავშირებული მოქმედება ჩვენ ვიხილეთ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მან თავის სიტყვებში აქცენტი გააკეთა გამოსვლისას იმაზე, რომ ნაცმოძრაობამ და ლელომ, ასევე გახარიას პარტიამ უარი არ თქვეს დაფინანსების მიღებაზე და ისე მიდის საქმე შეიძლება პარლამენტში შეგვასრონ კიდევაცა. უარი არ თქვეს დაფინანსების მიღებაზე, იმ დაფინანსების მიღებაზე, რომელიც სწორედ არჩევნების შედეგსაა მიბმული და როგორც საპარლამენტო არჩევნებში კონკრეტული შედეგების მომპოვებელ პარტიებს ერგოთ ეს დაფინანსება და არ ერგებათ იმათ, ვინც პარლამენტში ვერ მოხვდა მაგალითად, მაგრამ ოპოზიციაშია. და ამ ამბავმა, ასე ვთქვათ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ჩვენ საზოგადოება მიხილა ბატონი ნიკა გვარამიას რეაქცია, ამის საპასუხოდ ბატონი მამუკა ხაზარაძის რეაქცია, რომელიც კონკრეტულად ნიკა გვარამიას მისამართით იყო და მისი აქცენტი იმაზე იყო, რომ როდესაც სხვა სამუნათებ და სხვა ოპოზიციურ პარტიაზე საუბრობ, ხმამაღლა უნდა თქვა თავად საიდან ფინანსები, როგორც ბატონმა ხაზარაძემ აღნიშნა პირად დიალოგში, მან ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო. გარდა ამისა, აგერ ბატონი გახარია საქართველოსთვის პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს ამ თანხის მიღება არ ნიშნავს ლეგიტიმირების აღიარებას და ბატონ ბერდიასი ჭინავას განმარტებით პოლიტიკური ფინანსები კავშირში არაა ლეგიტიმაციასთან. მოკლედ ოპოზიციაში სხვა შეფასება, პრემიერისგან სხვა შეფასება მოვისმინეთ, თქვენ რა კომენტარს გააკეთებთ? თქვენ იცით, რომ ოპოზიციამ არაერთხელ აღიარა არჩევნები, გულისხმობ იმას, რომ თავად ამბობენ, რომ 4 ოპოზიციური პარტია, რომელმაც გადავლახეს საარჩევნო ბარიერი. თუ აღიარებ, რომ ბარიერი გადალახეს, ესე იგი აღიარებ იმ არჩევნების შედეგებს, რატომ არ ეძახის სხვა ოპოზიციურ პარტიებს, მაგალითად, ვინც იგივე 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა და ხომ არ იბრალებ ამას, რომ ბარიერი გადავლახე, ანუ აღიარებ, რომ 5%-ზე მეტი აიღე, ამიტომაც ქვია ბარიერი გადალახული პარტია და პარტია, რომელიც მოხვდა საქართველოს პარლამენტში და ასეთი 4 პარტია, 61 მანდატი აქვს ჯამში ოპოზიციას და ასევე ოპოზიციონერების ნაწილმა უკვე ინდივიდუალურ დონეზეც აღიარა პარლამენტის არჩევნების შედეგები თვალსაზრისით, რომ მაგალითად ზოგიერთმა მათგანმა დაწერა განცხადება უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, ხო? თქვენ რატომ არ დაწერეთ ასეთი განცხადება შალვა პაპუაშვილის სახელზე? იმიტომ რომ არ ახართ პარლამენტის არჩეული წევრი, ხო? თუ არ აღიარებენ პარლამენტის არჩევნების შედეგებს, არ აღიარებენ რომ დეპუტატები არიან, მაშინ განცხადებებს რატო წერენ უფლებამოსილების შეხებაზე, ხო? ნუ განმარტება იყო, რომ ის პოლიტიკურად ამ მექანიზმს ფლობს, რომ უარი თქვას და ასე. გააგრძელე ცხოვრება როგორც იყავი, ნუ იძახი რომ პარლამენტის წევრი ხარ, ნუ იძახი რომ უფლებამოსილების შეჩერება კი და გააგრძელე ცხოვრება, რა პრობლემაა, როგორც თქვენ არ წერთ განცხადებებს და არ ნერვიულობთ, რომ დეპუტატი ხარ და ვაიმე არ მინდა და არ ვაღიარებ შედეგებს. მოთხოვნა ოპოზიციის მიმართ, რომ თუ არ წერთ განცხადებაზე, უარს არ ამბობ პარლამენტარობაზე, მაშინ როგორ არის ბოიკოტი და ბოიკოტი რო იყოს ამის უნდა ბოიკოტი კიდე ცალკე რეჟიმია, ხო, შეიძლება თქვა რომ ბოიკოტი გასაგებ უარის თქმა საერთოდ პარლამენტზე, ამიტომაც იყო მათი მიმართ მოთხოვნილება, რომ დაწერე განცხადება. ნახეთ 61 ადამიანის უფლებამოსილება ჩვენცანით 25 ნოემბერს არ დაესწრნენ პირველ ხდომას, მაგრამ არიან საქართველოს პარლამენტის წევრები და აღიარებენ კიდევაც რო არიან, ამიტომაც ითხოვენ უფლებამოსილების შეწყვეტას. ეხლა რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, მე პირადად ერთი თვე ველოდებოდი გუშინდელ დღეს და ალბათ საზოგადოებაც რო გაგვეგო რა რეაქცია ექნებოდა ოპოზიციურ პარტიებს, თქვენ იცით რომ ჯამში 7 პარტია მიიღო სახელმწიფო დაფინანსება, ანუ ყველა ვინც 1%-ზე მეტი გადალახა, მათ შორის 2 პარტია რომელსაც ბარიერი ვერ გადალახა და პარლამენტში ვერ მოხვდა, ასეთია პატრიოტ ალიანსი და გირჩი, რომლებმაც ასევე მიიღეს დაფინანსება და 4 ოპოზიციურმა პარტიამ ასევე მიიღო სახელმწიფო დაფინანსება, მათ გუშინდლამდე ჰქონდათ საშუალება უარი მიეწერათ ცესკოსთვის, იმიტომ რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ მათ მიწერა წერილი, რომ თქვენ გეკუთვნით სახელმწიფო დაფინანსებას, სწორედ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, გეკუთვნით ამდენი და ამდენი ლარი, ანუ ერთი საარჩევნო ხმის
დონეზე დათვლილი და შეჯამებული სახელმწიფო დაფინანსება, თქო გვაცნობოთ შესაბამისი და პროცენტ გადალახოს. ყველას ხო 1%-ზე ზემოთ ვინც გადალახა და თქო გვაცნობოთ შესაბამისი ანგარიში, სად დავიწყოთ ამ თანხების ჩარიცხვა. აღმოჩნდა რომ მხოლოდ ერთმა პარტიამ მოიწერა უარი, ანუ სახელმწიფო დაფინანსების არ მიღებაზე, დანარჩენმა სამმა ეს არჩევნები აღიარა ერთი საარჩევნო ხმის დონეზე და დიახ, ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსება, დიახ, ეს არის ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან და დიახ, ეს არის ის ხმები და ის თანხები, რომლებიც თქვენ გეკუთვნის ქართველი ამორჩევლებისგან ისგანაც შესაბამისი ხმები მიიღეთ. ამას ხო არავინ არ დაუს, თვითონ რატო დაობენ, არ ვიცი, რა ეს სირცხვილებად ვერ გავიგე. ამიტომაც არის სახელმწიფო დაფინანსება, რომ პოლიტიკაში იყოს სახელმწიფო ფული, ლეგალური ფული, ის ფული რაც მათ ეკუთვნის, იგავე უფროსო პოლიტიკური დრო და ასე შემდეგ და არა შავი ფული, არა უცხოური დაფინანსება და უცხოური გავლენები, რის გამოდაც ჩვენ მივიღეთ იგივე გამჭვირვალობის კანონი და გამჭვირვალობის კანონის მიღების საჭიროება რატო გახდა, რომ მათ შორის იმის გამო რომ პარტიები ღიად უცხო ქვეყნებიდან დაფინანსება და უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან ვერ იღებენ დაფინანსებას, ამიტომ აღმოჩნდა რომ მათ შექმნეს არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარი პარტიის იდენტური დასახელებებით, იღებენ სხვადასხვა გრანტებს, ახორციელებდნენ სხვადასხვა ღონისძიებებს და რეალურად ისინი ფაქტობრივად აწარმოებდნენ საარჩევნო კამპანიას უცხოური გრანტებით და უცხოური დაფინანსებით. ეს იყო მაგათი ყველაზე დიდი გულის წუხილი და როგორც ჩანს ხაზარაძესაც ახლა გაახსენდა ეკითხა მისი პარტნიორებისთვის, საიდან აქვთ ხაზარაძეზე მეტი ფული რეალურად საარჩევნო კამპანიის დროს, მათ შორის როგორც ჩანს არალეგალურის და რადგან ამაზე პასუხი ვერ მიიღო, ახლა ღიად საჯაროდ დასვა ეს კითხვები და ესე რა თქმა უნდა გონივრული კითხვაა და გვარამემ არა მარტო ხაზარაძეს უნდა უპასუხოს, მათ შორის საზოგადოებას უნდა უპასუხოს, იგივე საარჩევნო კამპანიის დასრულების შემდგომ რატო ჩაერიცხა 4 მილიონზე მეტი რუბლი ელენე ხოშტარიას, რომელიც მერე გაიქცა, გადაახურდავა და სხვადასხვა პირების საშუალებით შემოწირა საკუთარ პარტიას თუ იმ საარჩევნო ბლოკს, რომელსაც წარმოადგენდა. ამაზე კითხვები ჩვენ ბუნებრივია გვჭირდება, მაგრამ ახლა საუბარი იმაზე, რომ მე პარლამენტს ლეგიტიმურად დავრწმუნობ იმის გამო, რომ მე შესვლა არ მინდა შიგნით, ან მინდა რომ რევოლუციური სცენარი განვახორციელო, მაგრამ თავს დეპუტატად ვაღიარებ სახელმწიფო დაფინანსებას. რატომ არავინ არ მოიწერა, რომ მე მეტი დაფინანსება მეკუთვნის, ან ნაკლები დაფინანსება მეკუთვნის, რატო დათანხმდნენ იმ თანხაზე, რაც მოუწიათ მოთმების მიხედვით. იმიტომ რომ დათანხმდნენ არჩევნების შედეგად. შესაბამისად ერგოთ ყველას თანხა და ამ თანხას ღებულობენ და თუ პრეტენზია ქონდათ სწორედ იმ პროცენტებთან მიმართებაში და რის გაყალბებაზეც იყო მათი მხრიდან საუბარი, მაშინ ამ შემთხვევაში მათი ლოგიკით გაყალბებული ციფრების შესაბამის დაფინანსებას 12 მანდატი მაგალითად და ჯერ არც ერთ მათგანს არ დაუწერია განცხადება. ან ნაციონალურ მოძრაობას რა მანდატებიც მოუწია, იმის ნაწილმა დაწერა მარტო. რატომ არ დაწერა მე-13 და მე-14 რომ ეგ არჩევნები გაყალბებულია და მეც დეპუტატი ვარ და მეც მომიხსენით უფლებამოსილებაო, იმიტომ რომ მიიღეს იმდენი მანდატი, რამდენიც მიიღეს, შეიგეს, ხო და აგრძელებენ ასე ვთქვათ ფუნქციონირებას. ამიტომ ხა მე არ ვიცი თებერვალში მართლა მიგვასწრებენ თუ არ მიგვასწრებენ, თუმცა მათგან ყველაფერი მოსალოდნელია, მით უმეტეს თუ გავიხსენებთ 2020 წლის მაგალითს და ეს გულისხმობს სწორედ პრემიერ-მინისტრმა ამაშიც, როცა რამოდენიმე თვითგვიან, მაგრამ მაინც შევიდნენ პარლამენტში და მთავარი და პირველი რაც გააკეთეს, მე მინდა ჩვენო რადიოსმენელებმა და მაყურებლებმა იცოდნენ, მოითხოვეს იმ ხელფასების ჩარიცხვა, რომელიც მათ პარლამენტში ის თვეები არ გაუტარებიათ. ნერე უკვე გადავიდნენ ბოიკოტის რეჟიმზე, იცით თქვენ და არც ერთი კანონისთვის, რომელსაც ჩვენ ევროკავშირს დაგვაახლოვა, ან კანონები, რომელიც ევრორეკომენდაციებით არ იყო, მაგრამ მიიღო საქართველოს პარლამენტმა, სხვა ცვლილებები, რომლებიც ასევე საჭირო იყო, არც ერთი იცით თქვენ, იგივე 12 რეკომენდაციის მომზადებაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ, სამაგიეროდ იყვნენ ყველა საზღვარგარეთ მივლინებაში და მართლა ჩვენი დელეგაციის წევრებს ასწრებდნენ აეროპორტში მისვლას, რომ ყველაზე ადრე, ასე ვთქვათ, რიგში ჩამდგარიყო და თვითონავში წინჯდებოდნენ, რომ საზღვარგარეთ სწრაფად ჩაფრენილიყვნენ. მაშინ კარგი იყო პარლამენტის წევრობა, მაგრამ როცა კომიტეტზე მუშაობა იყო საჭირო, პლენარულ სხდომაზე იყო მუშაობა საჭირო და ასე შემდეგ, ნიკაც მონაწილეობა არ მიუღიათ და ესეც უნდა იცოდეს საზოგადოება, ვის მიცა ხმა და ვინ აირჩია საქართველოს პარლამენტში და ესეც რა თქმა უნდა მათი გადასაწყვეტია. მაგრამ ის რომ შენ ორი თვეა საზოგადოებას ატყვევ, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებ, ის რომ შენ საზოგადოებას ატყვევ, რომ არჩევნები გაყალბდა, ერთი თვეა პროტესტი იყენებ პოლიტიკური მიზნებისთვის და უკან გახარ თითქოს და შენ არ ახარ ამის ორგანიზატორი და დამფინანსებელი, წინ იფარებ სტუდენტებს, ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს, ლამის ბაღაბაღიდან გამოიყვანეს ბავშვები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს შენი პოლიტიკური მიზნებისთვის და ამ დროს რეალურად სამართლებრივად გამოდის, რომ არჩევნებს
აღიარებ, მათ შორის დაფინანსებიდან გამომდინარე, ამაზეც უნდა დაფირთეს ის ხალხი, რომელიც მე არ ვიცი, სიმართლე გითხრა გულწრფელად, კიდევ რა საპროტესტებენ, ხო? ხა ეს ხალხი იძახისო ჩვენ არ ვართ არც ერთი ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები, მაგრამ ითხოვენ არჩევნებს. თუ ჩვენი მხარდამჭერები არიან და ქართულ ოცნებას მოგცეს ხმა, ნუ რაფერ საპროტესტებს ხალხო, მადლობა მხარდაჭერისთვის და გვაცალეთ თქვენი დავალებების შესრულება მომავალი 4 წლის განმავლობაში. თუ ოპოზიციის ამორჩევლები ხართ და ნაწყენები ხართ, რომ ოპოზიციამ ვერ მოიგო ეს არჩევნები და გონიათ რომ ეს არჩევნები გაყალბათ, მაშინ თქვენსავე რჩეულებს კითხეთ, რატომ მიიღეს დაფინანსება, რატო უწოდებენ საკუთარ თავს პარლამენტის წევრებს, ბარიერგადალახულ პოლიტიკურ პარტიებს და მაშინ რაღაც საპროტესტებთ. რა გინდათ იქ? თუ ეს ნაწილი აღიარა? ხო, თუ ეს ნაწილი აღიარეს. და ხელფასების ნაწილი? მათ შორის ხელფასების ნაწილიც. პირველი რასაც გააკეთებენ, ეგ პატიოსანი ხალხი დამერწმუნეთ პარლამენტში რო შოვლენ, წერილს მიწერენ პარლამენტის თავმჯდომარედ, რომ გთხოვთ, ჩაგვირიცხოთ გასცდენილი თვეების დავალიანება, რაც გაკეთა კიდევაც და წინაზე იმის გამო რომ 20-ის გახსოვთ თქვენ, ხაზინათა საბჭო შეკრება დაჭირდა პარლამენტს, იმიტომ რომ ეს თანხები გათვალისწინებული აღარ იყო, იმიტომ რომ მათ მოწერილი ჰქონდათ რომ მუშაობას არ ვიღებდნენ და რეგლამენტის შესაბამისი პუნქტი მუშაობდა და ასე შემდეგ. ასე რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს ახლა ვინც ქუჩაშია, ან დღეს აპირებს გასვლას, ან ხვალ კიდე რაღაცის გაპროტესტებას, რომ ახალი არჩევნების მოთხოვნა არაგონივრულია, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა ვის გეზეზე თქვენ დგახართ და ვის პარლამენტში ყოფნასაც და ან არ ყოფნასაც მეტ თუ ნაკლებმადაც აპროტესტებთ, ამ ხალხმა არჩევნები უკვე აღიარა. პარლამენტი რო ლეგიტიმურია, ეს ეხა მაგათი გადასაწყვეტი რო არ არის ფაქტია, იმიტომ რომ ეს საკითხი გადაწყვიტა საქართველოს მოსახლეობამ. იგივე კარლ ბილტით განცხადება მოისმინეთ თქვენ, რომ ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს თუნდაც ვინ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი და არა ქართველმა ხალხმა. ასეთი საქართველოს წარმოუდგენიათ, რომ გადაწყვეტილებები ბრიუსელში უნდა მიიღებოდეს, ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი 29-ის მერე ხალხის მიერ არჩეული და ლეგიტიმური პრემიერ-პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თუ ვადაგასული სალომე ზურაბიშვილი, ეს თურმე ვიღაცამ ევროკავშირში უნდა გადაწყვიტოს და ბრიუსელში და არა ქართველ ხალხმა 26 ოქტომბერს ან იგივე სხვა არჩევნებზე. ამიტომ ეს საკითხი ამ თვალსაზრისით დასრულებულია და მე არ მგონია რომ გუშინდელი თანხმობის და ეს თანხმობა რაში გამოიხატა, რომ ერთი თვის განმავლობაში ოპოზიციამ არ მიიწერა წერილი. იგივე გვარამიას პარტიამაც იცით თქვენ რომ ბოლო წუთებში შეიტანა ფაქტობრივად ეს განცხადება, ისინიც ის ერთი თვე ბოლო რასელოდებოდნენ, ალბათ შეთანხმებას სხვებიც იგივეს გააკეთებდნენ, ეს შეთანხმებაც მათ შორის არ შედგა და წარმოიდგინეთ ეს ადამიანებისაც იმაზე ვერ თანხმდებიან, სახელმწიფო დაფინანსება უნდა მიიღონ თუ არ უნდა მიიღონ, ახალი არჩევნები უნდა დანიშნოს თუ არა სალომე ზურაბიშვილმა, უნდა შეინარჩუნონ თუ არა სალომე ზურაბიშვილი 29 დეკემბრის მერე, ეს ადამიანები პირდებოდნენ საზოგადოებას, რომ კოალიციურ რეჟიმში თუ მოვიდოდნენ, მართავდნენ ქვეყანას და შეთანხმებული იქნებოდნენ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, როცა სიების საკითხზეც კი ვერ მოახერხეს შეთანხმება გახსოვთ თქვენ ხაზარაძე და გახარიამ ეს შეთანხმებაც გახსოვთ თქვენ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა იყო, მაშინაც გაცდა საკუთარ მანდატს და კონსტიტუცია, მაშინაც დაარღვია სალომე ზურაბიშვილმა და სხვა შორის არავინ არ ახსენებს ამ ეუთო ოდირის დასკვნის იმ ნაწილს, სადაც მათ შორის საქართველოს პრეზიდენტზე არის საუბარი, რომელიც გაცდა საკუთარ მანდატს, ღია იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში და ფაქტობრივად იყო მხარე წარმოდგენილი, იმიტომ რომ ღია დაწარმოებდა ოპოზიციის სასარგებლოდ და ქართული ოცნების საწინააღმდეგო კამპანიას. კი, ფაქტობრივად და იგივე შეიძლება ითქვას არჩევნების შემდგომ პერიოდშიც იცით თქვენ რომ დასკვნაში იქაც არის, ამ პერიოდზეც არის უკვე საუბარი და აქაც ვნახეთ სალომე ზურაბიშვილის მოწოდებები ღიად და საუბარი რაღაცა არჩევნების დანიშნვის თარიღის გამოცხადებაზე, რასაც ურჩევს როგორც ჩანს კონსტიტუციონალისტი გვარამია, თუმცა ასეთი პარტ-პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძვლები იცით თქვენ რომ არ არსებობს, ხელახალი არჩევნებით სამართლებრივი ტერმინია და მისი ჩატარების საჭიროება რომ ყოფილიყო ამას თესკოს და სასამართლოების შესაბამისი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მივიღებდით რიგარეში არჩევნების საჭიროება რომ ყოფილიყო ამასაც მიიღებდა პრეზიდენტი, თუ ჩვენ ვერ დავამტკიცებდით მთავრობას და სამთავრობო პროგრამას, ასეთი რამეც იცით თქვენ რომ არ მოხდარა, რაც შეეხება მორიგ არჩევნებს, იცით თქვენ რომ სალომე ზურაბიშვილი გვაძალებს გინდა თუ არა 29 დეკემბრამდე დაასახელეთ ეს თარიღიო და კი ბატონო ვერ უძლებ ამ ზეწოლას და ვასახელებ 2028 წლის 28 ოქტომბერს იქნება შემდგომი არჩევნები პარლამენტის ჩვენს ქვეყანაში. გასაგებია თქვენი განცხადების პათოსით როგორც აღნიშნეთ და გაირკვა ბატონი გვარამია
და მისი პარტია იყო, ვინც უარი თქვა ოფიციალურად ამ სახელმწიფო დაფინანსებას. დანარჩენმა პარტიებმა მიიღეს და სწორედ ამან წარმოშვა ოპოზიციურ ძალებში ერთმანეთის მიმართ ხალხის დამონათების კუთხით ბრალდებები და ახლა როგორ ფიქრობთ, როდესაც ერთმა პარტიამ არ მიიღო დაფინანსება, დანარჩენებმა მიიღეს და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ამაშიც გაუჭირდათ შეთანხმება და სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ პროცესის გაგრძელებისთვის ის რაც ჩვენ ვიხილეთ და რაზეც საუბრობდნენ და რაზეც აპელირებდნენ და რაც აერთიანებს ყველა ოპოზიციურ ძალას არის მათი მხრიდან საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურობაზე საუბარი, მის შედეგებზე მიუღებლობაზე საუბარი. და ეს ერთიანობა მნიშვნელოვანია, ხო, მათი პოლიტიკური პროცესების წარმართვისთვის. ამ ერთიანობაში რღვევის ეს ნიშანი და ახლა არსებული მოცემულობა როგორ ფიქრობთ, როგორი ანალიზის და პერსპექტივაში როგორი შიდა პოლიტიკური პროცესების განვითარებას ხედავთ იგივე ოპოზიციური ძალების მხრიდან? 2020-ში გახსოვთ თქვენ 15 ნოემბერი იყო ის ვადა, სადაც პირიქით უნდა მიეწერათ თანხმობის წერილები, არა უარი მაგალითად და უარის არ მიწერა თანხმობა ჩაითვლებოდა, არამედ თანხმობის წერილები და მიიწერეს და მაშინაც საუბრობდით ჩვენ ამ თემაზე და ამას მე მოყვა მათი მხრიდანაც რაღაცა ისეთივე განცხადებები, როგორც წელს მოვისმინეთ, მაგრამ მე მოყვა მათი საბოლოო ჯამში პარლამენტში შემოსვლა, ამიტომ ალბათ პარლამენტში შემოსვლის ერთ-ერთი წინაპირობა მათ შორის ეს იქნება. რატო იყო გვარამიას პოზიცია მათგან განსხვავებული, რომ მას უნდა რომ წარმოაჩინოს თავი ყველაზე რადიკალურად დაპირისპირებული ხელისუფლებასთან და რა თქმა უნდა ის მილიონები, რომლებაც მათ დახარჯეს, შეიძლება ან ელოდებიან კიდე თავისი ბიზნეს პარტნიორებისგან თუ არ ვიცი სხვა რესურსებიდან შეიძლება ეს თანხები მათთვის არც არაფერს არ ნიშნავდეს. ხო, ეხლა თვითონ 88 მილიონი 1000 ლარი ქონდა თვეში ხელფასი გვარამიას მილიონ ლარს მარტო ტელეკომპანიამ თავარიდან იღებდა ლეგალურად. ეხლა მაგისთვის რომ მილიონ ნახევარი წელიწადში დაფინანსება არაფერს არ ნიშნავს და გვარამიასთან და მილიონის რომელსაც ხოშტარი აიღებს, შეიძლება დიდი გასაკვირი არ იყოს და კი ბატონო შეიძლება უღირდეთ ამ განცხადებების გასაკეთებლად. მაგრამ საბოლოო ჯამში ამან დაადასტურა ის რომ როცა თვითონ მოუწოდებენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, საჯარო ხელებიდან დაწყებული მომღერლებით და მოცეკვავებით და მთავრებული და ბუღალტრებით და IT და ასე შემდეგ რომ არ იმუშაოთ, ხელფასი არ აიღოთ, გაიფიცეთ, შემოსავალი არ მიიღოთ, ბიზნეს ამონათებენ რომ გაიფიცნო და არ მუშაობ და ამ დროს შენ დაფინანსებას იღებ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, როგორი დამოკიდებულება აქვს მათ შორის იმ ხარდამჭერების მიმართ, რომლებიც მათ პოზიციას იზიარებენ. თქვენ გახსოვთ ის ფონდი, რომელსაც გილაური ხელმძღვანელობს რა თუ ვინმეს რაღაცა ფინანსური პრობლემები გექნება, ჩვენ დაგიფინანსებთ, დაგინაზღაურებთ და ასე შემდეგ და კი ბატონო ესე შეიძლება ვინმე ჩათვალოს რომ სწორი პოზიცია რომ ადამიანი გამოიყენო შენი პოლიტიკური მიზნებისთვის, არ გაუშვა სამსახურში, არ ამღერო, არაცეკო, არ შეაკერინო ტანსაცმელი და შენი ხარდამჭერი იყოს და მაინც რაღაცა დაფინანსება გაუკეთო. ესეც ხო არაბუნებრივია, ესეც ხო ხელოვნურია, როცა იგივე იცით თქვენ რომ ბიზნესის განცხადებები, ხო 2300-ზე მეტმა ბიზნეს სუბიექტმა გააკეთა ეს განცხადება, ამას რაღაცა დიდი აჟიოტაჟი მოყვა და სინამდვილეში ქვეყანაში 230,000-ზე მეტი ბიზნეს სუბიექტი არის რეგისტრირებული. ანუ საქმიანი ბიზნესის, ვინც საქმიანობს ამ სფეროში, მხოლოდ 1%-მა გააკეთა ეს განცხადებები, ოღონდ თან კი არ გაიფიცნენ, უბრალოდ განცხადებები გააკეთეს, რაღაც ახალი არჩევნები მოითხოვეს და აღმოჩნდა, რომ ამ ბიზნეს სუბიექტების ყველაზე მსხვილი მოთამაშეები ვინც არიან, ყველა არა მარტო ბიზნეს აგრძელებს, არამედ აღმოჩნდა, რომ აგრძელებს ბიზნეს და ქონდა თურმე რუსეთში როგორც ექსპორტის მიმართულებით, ასევე იმპორტის მიმართულებით და როცა ჩვენ საყვედურობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მათ შორის თურმე რატო არ დაუწესეთ რუსეთს ორხრივი სანქციები არ დაუწესეთ, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ბიზნესი ეწარმოებინათ. შემოსავალი მიიღოთ, გადასახადი გადაეხადათ, მათ შორის მათი მწარმოებლებისთვის გადაეხადათ მათი თანამშრომლებისთვის. ახლა ამას აგრძელებენ, ოღონდ ჩვენ კიდე რუსეთუმებს თურმე ჩვენ გვეძახიან და თუ გინდათ რომ სანქციები დაუწესოთ რუსებს თქვენი მხრივ, შეგიძლიათ ექსპორტი დღესვე აგრძელოთ და მერე უფრო თავამად დაუძახეთ ვიღაცებს პრორუსებს და უფრო თავამად აჩვენებთ საზოგადოებას, ვითომ ამ ქვეყნის პატრიოტები ხართ. თუმცა არც ერთი ბიზნესი არ შეუწყვეტია დღეს ალბათ თემოჭყონიას განცხადება და კომენტარიც მოისმინეთ თქვენ იგივე ნაბეღლავის და სხვების და დიახ ბიზნესმა უნდა აკეთოს თავის საქმე, ექსპორტზე გაიტანოს ადგილობრივი პროდუქცია, ქვეყნის საჭირო პროდუქცია
იმპორტით შემოიტანოს, გადაიხადოს გადასახადი, დაასაქმოს ადამიანები, ოღონდ თავად ამას რასაც აკეთებ, სხვას ნუაბრალებ. მე არანაირი ბიზნესი არ მაქვს საერთოდ, მით უმეტეს რუსეთში არაფერი არ გამაქვს და არაფერი არ შემომაქვს და ჩვენ უგვაბრალებთ იმას, რასაც თქვენ თვითონ აკეთებთ და თან კიდე გინდათ რომ რაცა პატრიოტი ბიზნესმენები გერქვათ და ეს გადაწყვეტილება დაფინანსების მიღების რეალურად დაჩვენებს მათ სახეს როგორ წარმოუდგენიათ მათ შორის ბიზნესთან ურთიერთობა, იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც მათი მხარდაჭერის გამო ლამის ერთი თვია თითქმის ქუჩაში დგანა, ხო? და ამ ადამიანებსაც რომელსაც ეს განცდა ჰქონდათ რომ რაღაცა დიდი მიზნებისთვის იბრძოდნენ და ზოგიერთი მსხვერპლზეც კი იყო წამსვლელი და ოპოზიცია არ მალავდა, ხო, რომ შეიძლება რაღაცა მცინე დანაკარგები ყოფილიყო თუ მსხვერპლი მაკენის ინსტიტუტმა აგერ გულის ტკივილი გამოხდა და გაოცებაც კი რომ რას ქვია ადამიანი არ მოკტა ამხელა დაპირისპირებას მივახციეთ პოლიციასთან და ასეთი ძალები გამოიყენა პოლიციამ და როგორ არავინ არ მოკტა და როგორ მსხვერპლი არ არის საკლარული რაც ასე ძალიან საჭირო იყო თურმე მათთვის ამ ადამიანებს უნდა გააცნობიან რომ ეს ადამიანები ხვალდაზე პარლამენტში ჩემოვლენ დაფინანსებაც აიღეთ და აიღებენ და საბოლოო ჯამში ისე თქვენ დარჩები დაზარალებულები და ესეც უკვე მათი გადასაწყვეტია დღეს იქნება თუ ხვალ იქნება აქციაზე მივლენ თუ არ მივლენ მით უმეტეს როცა არავითარი ინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა და არავითარი ევროპულ მომავალს არავითარი საფრთხე არ ემუქრება პირიქით იგივე პარლამენტში ჩვენ ვაგრძელებთ ყველა კანონების მიღებას და მსჯელობას კანონ პროექტებზე რომლებსაც ჩვენ გვავალდებულებს ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და მეორე მხრივ საქართველოს მთავრობა აგრძელებს სექტორალურად სამინისტროების და დარგების მიხედვით იმ რეფორმების გატარება, რასაც ჩვენ ევრორეკომენდაციების თუ ევროდირექტივების სახით გვაქვს მიღებული. ამიტომ როგორი პატიოსანი პოლიტიკოსები არიან, თუნდაც საკუთარი ამორჩევლის მიმართ ეს კიდევ ერთხელ გამოაჩინა ამ გადაწყვეტილებამ და იმ დაპირისპირებამ, რომელიც ახლა უკვე სოციალურ ქსელებშია, მაგრამ დამერწმუნეთ მერე კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება და ოპოზიციის შიგნით ეს გაუგებრობები და გაურკვევლობები კიდევ უფრო თვალსაჩინო და ხილული გახდება ჩვენი საზოგადოებისთვის. ასაგებია, მადლობა სტუმრობისთვის. მინდა დამდეგია, შობა ახალი წელი მიულოცო ჩვენს ქვეყანას, შვიდობიანი, ბედნიერი, წარმატებული, ხვავი და ბარაქიანი წელი უსურვო ჩვენს ქვეყანას და მინდა რა თქმა უნდა რადიო იმის მადლობა გადაუხადო 2024 წლის ჩვენი აქტიური თანამშრომლობისთვის, სათავარი რა თქმა უნდა მომავალ წელს თქვენთან თანამშრომლობისთვის და მადლობა ამისთვის და მთავარი მინდა შევპირდე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ ჩვენ ქვეყანაში იქნება მშვიდობა, იქნება სტაბილურობა, გაგრძელდება ქვეყნის წინსვლა და განვითარება, გაგრძელდება რა თქმა უნდა ევროკავშირისკენ წინსვლა, მაგრამ გაგრძელდება მხოლოდ ღირსებით, მშვიდობით და კეთილდღეობით, ისე როგორც ჩვენ ამას შეგვპირდით 26 ოქტომბერს. მადლობა წლის ბოლოს აქტიურობისთვის და დიალოგისთვის, თქვენი პოზიციის განდობისთვის. რადიო იმედის დღის არხის ფორმატში ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას. ახლა 14 საათი 45 წუთი გახლავთ. 15 წუთში მორიგ საინფორმაციო გამოშვებას მოისმენთ, შემდეგ კი კვლავ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ბატონ ლადო ბოჟაძესთან, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთან ჩვენი დიალოგი კი აიტვირთება რადიო იმედის Facebook გვერდზე. დროებით.